ყველაზე წარმატებული შეთქმულების თეორია მაინც მთვარის მისიებს, კერძოდ აპოლო 11-ს უკავშირდება. აპოლო 11 პირველი პილოტირებული მისია იყო, რომელიც მთვარეზე დაჯდა. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან 1969 წლის 16 ივლისს გაეშვა, ხოლო 20 ივლისს ნილ ამსტრონგი პირველი ადამიანი იყო, ვინც მთვარეზე ფეხით დადგა. კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟი 3 ასტრონავტისგან შედგებოდა: ნილ ამსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ედვინ ბაზ ოლდრინი. აღსანიშნავია, რომ აპოლო 11-ის მთვარის მისია პირდაპირ ტრანსლაციით გადაიცემოდა. თუმცა დღემდე პოპულარული კონსპირაციული თეორია, თითქოს მთვარეზე დაჯდომა არ მომხდარა და ამერიკელებმა ფაქტები გააყალბეს. კონსპირაცია განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, სადაც მოსახლეობის 76%-ს სჯერა, რომ მთვარეზე გაფრენა რეალურად ჰოლივუდში დადგეს. მეტი ამ კონსპირაციის შესახებ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეთქმულების თეორია, აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვების ინსცენირება, კვლავ ძალიან პოპულარულია რუსეთში. ზოგიერთი რუსი ამ თეორიის დამტკიცების იმედით ფულსაც კი აბანდებს. ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის და ერთი გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის. ნილ ამსტრონგის ცნობილი ფრაზა, რომელიც მან მთვარეზე თქვა, ახალი ეპოქის დასაწყისი იყო, როდესაც ადამიანები პირველად გასცდნენ ჩვენი პლანეტის საზღვრებს და დაეშვნენ სხვა ციურ სხეულზე. ეს იყო შორეულ 1969 წელს. 1969 წლიდან 10 წლეულების განმავლობაში ბევრ რუსს ჯერ კიდევ არ შეუძლია დაიჯეროს იმ პატარა ნაბიჯის, რომელიც ამსტრონგმა მთვარეზე გადადგა. მართალია, ეგრეთ წოდებული მთვარის შეთქმულება შეერთებულ შტატებში გამოიგონეს, მაგრამ მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღია ასე სრულად ეს დღემდე ურღვევი შეთქმულების თეორია, როგორც რუსეთს. ბევრი რუსი დღემდე თვლის, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ მოაწყო მასშტაბური ხუმრობა და რომ სავარაუდოდ მთვარეზე დაშვება ჰოლივუდში იყო გადაღებული. ეს ყოველთვის ასე არ იყო. საბჭოთა კავშირში იმ საეტაპო 1969 წელს არავის არც ოფიციალურ პირებს და არც მედიას ეჭვი არ ეპარებოდა ამერიკელი ასტრონავტების მიღწევაში. როდესაც ჩვენ ვიღებდით სიგნალებს მთვარედან, ჩვენ მათ მთვარედან ვიღებდით და არა ჰოლივუდიდან. თქვა რუსმა კოსმონავტმა გეორგი გრეჩკომ, საბჭოთა მთვარის პროგრამის წევრმა, რომელიც მას შემდეგ გაუქმდა, რაც აპოლო 8-ის მისია პირველად გაეშვა მთვარეზე. იმ დროს ყველა საბჭოთა სადაზვერვო სისტემა აკვირდებოდა პირველ პილოტირებულ ფრენას მთვარეზე. საბჭოთა რადიოტექნიკა იღებდა სიგნალებს აპოლო 11-დან, ისევე როგორც ყველა მის აუდიო კომუნიკაციას და თავად დაშვების სატელევიზიო კადრებს. ასეთი ხუმრობის დადგმა ალბათ ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც რეალური მისიის შესრულება. დაასკვნა კიდევ ერთმა რუსმა კოსმონავტმა და კოსმოსური შატლების დიზაინერმა კონსტანტინე ფეოქტისტოვმა თავის წიგნში სიცოცხლის ტრაექტორია. თუმცა 1990-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში ცნობილმა მთვარის შეთქმულებამ მაინც მიაღწია რუსეთს, სადაც ბევრი მიმდევარიც გაუჩნდა. თანამედროვეები ამას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ ახალ და მყიფე რუსეთს ძალიან სჭირდებოდა ფსევდოპატრიოტული ცნებები. როგორიცაა მოსაზრება, რომ ამერიკელებმა მოატყუეს ყველა, მათ შორის საბჭოთა კავშირი და მისი დაზვერვა, რომელიც ყოველთვის პირველი იყო ყველაფერში. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მთვარის შეთქმულება კვლავ აქტიურია რუსეთში. რუსეთიდან კი პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში. საბედნიეროდ ჩვენთან ასე მძიმედ არ არის საქმე და ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, რომელსაც ამ სამეცნიერო აბსურდის სჯერა. ისევე როგორც ბრტყელი დედამიწის და სხვა გამოუგნებელი თეორიის. 2007 წელს სამეცნიერო ჟურნალმა Topical Problems of Modern Science გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რა სიჩქარითაც დაფრინავდა ამერიკელების რაკეტა. იმ სიჩქარით მთვარემდე ვერ მიაღწევდა. ან აი კიდევ ერთი. 2018 წელს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი ამზადებდა მთვარეზე მისიას. სხვა საკითხებთან ერთად შემდეგი მიზნით ჩვენ დასახული გვაქვს იქ სამძებრო ფრენის ამოცანა. რათა შევამოწმოთ იყვნენ თუ არა ამერიკელები იქ ნამდვილად. ამბობენ რომ იყვნენ, ჩვენ შევამოწმოთ. თუმცა ეს ფრენა ვერ შედგა რუსების გაუმართავი კოსმოსური ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ იმ ადამიანების 65%-ს, ვინც თვლის, რომ 1969 წლის მთვარეზე დაშვება არასოდეს მომხდარა, ხოლო საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული. საინტერესოა, რომ სიმართლის დადგენის სურვილი ჩვეულებრივ ცნობის მოყვარეობას სცილდება. ზოგიერთი რუსი მზად არის საკუთარი ფულიც კი გაიღოს ამ საქმისთვის. სიგნალი, რომელიც მთვარიდან მიიღეს დედამიწაზე.
აღსანიშნავია, რომ ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ერთგვარი კოსმოსური რბოლა მიმდინარეობდა. თუმცა იმ პერიოდში რუსულ მხარეს ერთგვარს არ დაუყენებია ამერიკელი მეტოქის წარმატება. საბჭოელები გაზეთებშიც კი წერდნენ და ადასტურებდნენ, რომ აპოლო 11-ის კოსმოსში გაშვების შემდეგ ისინი სიგნალებს სწორედ მთვარიდან იღებდნენ. კომუნიკაციები, რომლებიც რუსმა კოსმონავტმა გეორგი გრეჩკომ მოიყვანა, ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელსაც ადასტურებს ესპანელი კარლოს გონსალეს პინტადოც. ის მადრიდში აპოლონის სადგურის ოპერაციების ხელმძღვანელი იყო. მისის მაკონტროლებენ გუნდს გააჩნდა დამხმარე ქსელი, რომელიც 3 სადგურისგან შედგებოდა და განლაგებული იყო მადრიდში, გოლდსტონსა და კანბერაში. ეს 3 სადგური ერთმანეთისგან 120 გრადუსიანი გრძედით იყო განცალკევებული. შესაბამისად, სულ მცირე ერთ მათგანს მაინც ჰქონდა კომუნიკაცია და მხედველობის არეში ინარჩუნებდა მთვარეს. დედამიწაზე აპოლო 11-ის მთვარეზე მისიის კადრებს 9 მილიარდზე მეტი ადამიანი რეალურ დროში უყურებდა დღევანდელი გაგებით ლაივში. ამას გარდა ფოტოები ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა, რომ ექსპედიცია მთვარეზე მართლაც შედგა და ასევე ის ნარჩენები, რაც ახლა მთვარეზეა დარჩენილი მაშინდელი მისიებისგან, რომელიც სხვათა შორის საშუალო დონის ტელესკოპებიდანაც კი ჩანს დედამიწიდან. NASA-ს გვერდზე ასევე შეგიძლია იხილოთ NASA-ს ფოტოგალერეა აპოლო 11-ის მისიიდან, სადაც ფოტო და ვიდეო მასალებია ხელმისაწვდომი. ყველაზე დამაჯერებელი ნიმუში იმისა, რომ ადამიანები ნამდვილად წავიდნენ მთვარეზე. ასეულობით კილოგრამის ქვებია და სხვადასხვა მასალაც, რომლის რობოტული ზონდებით შეგროვება შეუძლებელი იქნებოდა. ასევე გადაიღეს მათი შეგროვების პროცესი. დამატებით, ამერიკელებმა მთვარიდან ჩამოტანილი მასალები საბჭოთა კავშირსაც გაუგზავნეს. მეცნიერი დეივიდ უილიამსი, რომელსაც აპოლოს მისიების არქივის მონაცემებთან აქვს შეხება, აცხადებს, რომ მეცნიერები თავიანთ კვლევებსა და სამეცნიერო ნაშრომებში მთვარიდან წამოღებულ მასალებს 10 წლეულებია იყენებენ. მეცნიერების მიერ გამოყენებულია ასევე რეტრო რეფლექტორები, რომლებიც მთვარეზე ასტრონავტებმა დატოვეს. ამ ლაზერული რეფლექტორების მეშვეობით, რომელიც დედამიწიდან გასროლილ სხივებს ირეკლავს, მეცნიერები დედამიწიდან მთვარემდე მანძილს ზომავენ. მეცნიერები, რომლებსაც შესაფერისი განათლება და მომზადება აქვთ, იყენებენ ამ მონაცემებს და ჯერ არავის შეპარვია ეჭვი მათ ნამდვილობაში. თითქმის 9 მილიონმა მეცნიერმა, ინჟინერმა, ასტრონავტმა და ფრენების კონტროლიორმა შეიტანა წვლილი აპოლოს მთვარეზე დაშვებაში. აქვე კონსპირაციული თეორიები ფოკუსირებულია ძირითადად აპოლო 11-ზე, მაშინ როცა ეს მისია კიდევ 6-ჯერ გაიმეორეს ამერიკელებმა. ანუ აპოლოს 11-ის გარდა კიდევ 6-ჯერ გაფრინდნენ და დაეშვნენ მთვარეზე ასტრონავტები. დამატებითი 6 მისიიდან მხოლოდ 1 აღმოჩნდა წარუმატებელი, თუმცა ასტრონავტებმა უსაფრთხოდ მოახერხეს წარუმატებელი მისიიდან დედამიწაზე დაბრუნება. შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ ძირითადად ავტოკრატიული და დიქტატორული სახელმწიფოები. მათ ეს სჭირდებათ იმისათვის, რომ აკონტროლონ მასების ცნობიერება და ყოველთვის დაიქვემდებარონ მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო ექსპლუატაციას უწევს. ამისთვის კი იყენებს მის შიშებს. ამ საშიშროებებსაც თავად ქმნის. ზოგჯერ კონსპირაცია არ არის საშიში, თუმცა დამკვიდრებული ცოდნის გაქარწყლებას თუ გაუფასურებას ისახავს მიზნად.